მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. პირადი დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში ნომერზე 551 215 შეგახსენებთ, რომ აქცია კვლავ არის და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ აქციით. თვის ბოლომდე იქნება აქცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს როგორც ჩანს სჭირდება კონსულტაციები და ამიტომ დავტოვებ თვის ბოლომდე ამ აქციას. დღევანდელი გაშლა კი მინდა შემოგთავაზოთ ესე თხოვნებიდან გამომდინარე, მოწერებიდან გამომდინარე სამკუთხედი ურთიერთობა და ვნახოთ რა ხდება ხომ რაც გრძნობს თქვენს მიმართ, რაც გრძნობს მეორე პარტნიორის მიმართ და გავერკვიოთ აბა რა იქნება, რა ქმედებები ექნება ამ ადამიანს. დავიწყოთ ესე თქვენი ენერგიები პარტნიორის ენერგიები და იმ მეორე პარტნიორის ენერგიები, ანუ ვთქვათ, თქვენი პარტნიორის სხვა პარტნიორის ენერგიები. რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, რას ფიქრობს მეორე პარტნიორთან მიმართებაში, რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს მეორე პარტნიორთან მიმართებაში. რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, რა გეგმები აქვს მასთან მიმართებაში და უახლოეს პერიოდში როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და როგორ განვითარდება მეორე პარტნიორთან ურთიერთობა. და მოდით ვნახოთ კიდევ თქვენსა და მის შორის რა ხდება ახლა ამ ეტაპზე, რა სიტუაცია გაქვთ. და ეს ფონი აშკარად არჩევანია გასაკეთებელი ამ ადამიანს. კარგი, თქვენი ენერგიები ვნახოთ. თქვენ ცოტა არ იყოს და მოდით ესე კეთოთ რაღაცა შეიძლება ითქვას ილუზორულ ენერგიებში ხართ და რასთან მიმართებაში არ იცით, ანუ შეიძლება თქვენ რაღაცა მოლოდინები გაქვთ, რაღაცა გეგმები გაქვთ ამ ადამიანთან მიმართებაში, თქვათ ელოდებით რაღაცა მის კაფიო ქმედებებს, მაგრამ ცოტა ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცა მოლოდინებს შეიქმნით ამ ურთიერთობასთან მიმართებაში. აი თქვენი გაქვთ უფრო მოლოდინების მდგომარეობა და არ იცით ჯერ როგორ და რა მოხდება, ხო არ იცით ჯერ რა სიტუაცია და როგორ დაალაგდება, აი თითქოს რაღაცა გაურკვევლობების მდგომარეობა გაქვთ. რაც შეეხება თქვენ პარტნიორის ენერგიებს. თქვენ პარტნიორს აქვს შიშები, აქვს რაღაცა გადაუწყებლობის მდგომარეობა, ხო შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანს რაღაცა არ უნდა ორივე სიტუაციის დაკარგვა, ну ერთ-ერთი სიტუაციის დაკარგვა უფრო სწორად და შესაბამისად, ну ადამიანს აქვს რაღაცა შიშები, რაღაცა გაურკვევლობები, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, ხო დაძაბული მდგომარეობა აქვს მისი ასე ვთქვათ, ცნობიერი არიან რაღაცა ბრძოლებშიც, სადაც ადამიანი ვერ თანხმდება, ვთქვათ, გონებასა და გულს შორის სიტუაციას. რაც შეეხება ის მეორე ადამიანი, მეორე პარტნიორი. ვთქვათ, რომ ის მაინც არის რაღაცა ესეთ დადებით ენერგიებში, არც ის არ იმყოფება ესე ვთქვათ, დადებით ენერგიებში. მასაც აქვს სირთულეები. თითქოს რაღაცა ბევრი პასუხისმგებლობა გადავიდა ამ ადამიანს. თითქოს რაღაცნაირად ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს რაღაცა სტაბილურობას, ცდილობს შეინარჩუნოს რაღაცნაირად ესე ძალა, ხო, რაღაც შეიძლება არის რაღაც გასარკვევი მომენტები, მაგრამ რატომღაც ადამიანი რაღაცნაირად ცდილობს თავისი ნახეთ როგორი მომენტი არის, შეიძლება ითქვას, რომ აი არ ვიცი რატომღაც ეს მომენტი მოდის, რომ სიმშვიდე და სიწყნარე შეინარჩუნოს, ძალიან დიდი ძალის ხმევა სჭირდება ამ ყველაფრისთვის, ხო, რაღაცნაირად
მთელი ესეთი თავისი ენერგიის ჩადება სჭირდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, ხა ძალიან ესეთი მარტივი არის მისთვისაც, გაუსაძლესია შესაძლებელია, მაგრამ მაინც ცდილობს, იმიტომ რომ მანაც არ იცის აი ეს ტვირთი სადამდე უნდა ზიდოს, იმიტომ რომ თითქოს წინ ვერ ხედავს ვერც ეს ადამიანი რაღაცა მომავალს ან რაღაცა ეს სიტუაციას. კარგით, მოდით ნახოთ თქვენ შორის რა ხდება, თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის რა ხდება. აქ მოლოდინებია თქო და ნამდვილად მოლოდინების მდგომარეობა არის, რომელიც საკმაოდ ისეთი შეიძლება ითქვას, რომ არჩევანის წინაშეც დააყენეთ, როგორც ჩანს ეს ადამიანი უკვე და ნახეთ, შეიძლება ესე პირდაპირ არ გითქვიეთ, რომ მე ან ის ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ აშკარად მიეცით იმისი ნიშანი და იმის მდგომარეობა, რომ დრო მოვიდა, რომ მანაც უნდა დააბრუნოს თქვენს მიერ ჩადებული მასში ენერგია, ხო? მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. რაოდენ მტკივნეული არ უნდა იყოს მისთვისაც და თქვენთვისაც განსაკუთრებით ამ სიტუაციის დათმობა. თქვენ მზად ხართ ამას შეეგუოთ, ყველა ტკივილს შეეგუოთ და გახვიდეთ თუნდაც ურთიერთობიდან, ხო? რაღაცა თუნდაც თქვენ გახვიდეთ და დატოვოთ ეს ადამიანი. რაღაცა ესეთი სიტუაცია, არჩევანის მდგომარეობა, მაგრამ ჯერ კიდე რაღაცა პერიოდი, როდესაც ეძლევა არჩევანს, რომ აი ვთქვათ 2025 წლის 20 ივლისს გადაწყვიტე, სად მიდიხარ, ხო? ან ჩემთან რჩები თუ იქ მიდიხარ, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის თქვენ შორის. თუმცა აქ არის ისეთი სიტუაცია, აი უკვე ფაქტობრივად მე ესე ვიტყოდი, რომ აი მზაობა იმისი, რომ აი ყველანაირ ტკივილის ფასად ეს სიმძიმე თუნდაც სხვანაირად არ გამოდის, ხო? აი რაღაცა, როდესაც შევდივართ ისეთ სიტუაციაში ჩიხში, რომ ან უნდა, რა ვიცი, ავძვრეთ კედელზე, რომ გავიდეთ, ხო, იმ სივრციდან, ან უბრალოდ უნდა მოვტრიალდეთ და უკან დავბრუნდეთ, ხო, რაღაცა და აქ უკვე ესეთი მომენტია, რომ აი როგორი სირთულეც არ უნდა იყოს, აქ უნდა ავიდეს ვიღაცა კედელზე და გადაძვრეს, ხო, რაღაცნაირად უნდა დაძრას ეს სიტუაცია. კარგით, ნახოთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენთან ერთად. მას აქვს თქვენს მიმართ ემოციები, ვერ ვიტყვი, რომ არ აქვს ემოციები, მაგრამ ეს ემოციები ხა რო გითხრათ, რომ ძალიან ესეთი გადასარევი ემოციებია. ერთის მხრივ ის არის, რომ მას სიამოვნებს თქვენთან კომუნიკაცია, უნდა ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი, პასუხისმგებლობების სიმსუბუქით უნდა ურთიერთობა, ხო? რაღაცა ზედმეტად არ შევიდეს იმ წყალში, სადაც თქვათ, ნახეთ, ცურვა იცის მუხლებამდე წყალში, ან თუ კოჭებამდე წყალში, მაგრამ რო შევიდეს, თქვათ, წელამდე წყალში შეიძლება დაიხჭოს, ხო? აი ადამიანს აქვს ეს მომენტი. შეიძლება, თქვათ, მდინარის მეორე მხარეს ნაპირის გადასასვლელად ფეხი დავისველოთ, მაგრამ აი კოჭს რო აცდეს უკვე აღარ გვინდა. აი რაღაც ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს. ემოციები აქვს, მაგრამ აი იმ ემოციების ცოტა უფრო გასერიოზულება, ცოტა უფრო პასუხისმგებლობის აღება, ცოტა კარგად დაფიქრება იმასთან მიმართებაში, რომ რამდენად სწორია ეს ყველაფერი, რამდენად დაბიჯები, რომელიც გააკეთა თქვა თქვენთან მიმართებაში, ანუ ადამიანს რაღაც ფიქრის სურვილის მდგომარეობა არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად ეტყობა, რამდენჯერაც დაფიქრდა ეს ადამიანი შიშმა ისე აიტანა, რომ აღარ უნდა რომ იფიქროს, ხვდებით, აი უჭირს ამ ყველაფერთან მიმართებაში. კარგით, იმეორესთან რა მომენტები აქვს. იმეორესთან ნახეთ როგორი მომენტები აქვს, ხა სხვადასხვა ვარიანტებია, სხვადასხვა სიტუაციებია, ხო, რა თქმა უნდა, ხა ეშმაკის არკანი ცოტა ესეთი მომენტია. აქ ერთის მხრივ შეიძლება იყოს მიჯაჭვულობაც, რაღაცა ლტოლვაც, რაღაცა ვნებაც, ხო, აი რაღაც ცდუნებები და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ რატომღაც მოდის ის მდგომარეობას, რომ იქ რაღაც ესეთი ნახეთ, იქ თავისი ინტერესებია. ინტერესები ხა სხვადასხვა არის, ხო, ვიღაცა თქვათ, არავინ არ მიწყინოს, არავის არ ვაკნინებ ამით, მაგრამ არის, როდესაც თქვათ, პარტნიორის კმაყოფაზე ცხოვრობენ, ხო, ადამიანები ძალიან ბევრი მამაკაცია მსგავსი სიტუაციით, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველა ესია და ასე შემდეგ, ხო, არიან ზოგი. თითქოს იქ არის რაღაც ის მომენტი, სადაც
ამ ადამიანს არ უნდა ამ რაღაცეების დათმობა, არ უნდა ამ რაღაცეების ხელიდან გაშვება, ხო? რაღაც მომენტში ის შეჩვეული სიტუაციები არის, შეჩვეული მდგომარეობა არის. თითქოს რაღაცნაირად ну აქვს რაღაცა ის ენერგია, რითაც ცდილობს, რომ ის იქაც არ გაუშვას ხელიდან მისთვის, ნახეთ, მისთვის სასურველი და კომფორტული სიტუაცია. აი ეს მომენტები. კარგი, თქვენს მიმართ გრძნობები. გრძნობებთან ნახეთ, ემოციები აქვს, ფიქრებით და ასე შემდეგ. გრძნობებთან მიმართებაში უფრო პასუხისმგებლობის მომენტი აქვს. ნახეთ, რაღაცა სიტუაციაში შეგიყვანეთ და აი თქვენთან მიმართებაში უფრო მეტი პასუხისმგებლობები აქვს. ხო, რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ, არის ესეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანს წლები დააკარგინა, ხო, რაღაცა დიდხანია უკვე ეს გრძელდება და ნახეთ, წლები დააკარგინა, შანსები, როდესაც ოჯახი შექმნიდა, როდესაც რაღაცას შეცვლიდა მის ცხოვრებაში, შეიძლება აი ეს მომენტებიც დააკარგინა. შესაძლებელია სამუშაო სფეროში ქონდა რაღაცა სხვა ქვეყანაში ან რაღაც სხვა მდგომარეობაში და აი ნახეთ, აქ გრძნობებთან მიმართებაში უფრო მეტი პასუხისმგებლობების მდგომარეობა დგას, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ფაქტიურად შეიძლება ითქვას ბევრ რამეზე გათქვამინა თუ არის, ხო? ბევრჯერ შეგიშალათ ხელი, ესე რომ ვთქვათ, თქვენი სიტუაციის, თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რატომღაც ესე მოდის. კარგით, მეორე მხარესთან გრძნობები. იქ არის კონფლიქტები, იქ არის ჩხუბი, იქ არის რაღაცა ერთმანეთის პირველობასთან შეიძლება ითქვას მიმართებაში რაღაც ვინ უფრო მართალია, ვინ უფრო სწორია, ვინ უფრო ესეთია ძლიერია და არის კონფლიქტური ენერგიები, ხო? ანუ რო ვთქვათ, რომ იქ არის სიყვარული, იქ უკვე ნახეთ, იქ არ უნდა რაღაცა მომენტების დათმობა. შესაძლებელია კიდე ნახეთ, ეს მოკის არკანით ხა ცოტა ისეთი ის არის, მაგრამ ყველასთვის ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ეს არის კიდე ის მომენტი, როდესაც შესაძლებელია ადამიანს რაღაცა მაგიური ზემოქმედებით ან რაღაცა манипуляციებით იჭერენ კიდევაც. და იქ არის კონფლიქტი, იქ არის რაღაცების გარკვევა, იქ არის რაღაცა უთანხმოებები და გაურკვევლობები, ხო, რაღაც ერთმანეთთან ჭიდილი, ესე რა ვთქვათ. კარგით, მოდით ვნახოთ, აბა. თქვენს მიმართ გეგმები, ხო? რა გეგმები აქვს ადამიანს? შეინარჩუნა სტაბილურობა. სტაბილურობა, რომლის დათმობა ძალიან არ უნდა. ამ ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ რაღაცნაირად, არ ვიცი, რითი შეიძლება დაგაკავოთ, მაგრამ იქნებ როგორმე შეძლოს და მოახერხოს, რომ თქვენთან ურთიერთობა იყოს დასტაბილურებული ერთი მომენტი და მეორე მომენტი კიდე იცით როგორი რაღაც არის, რა რაღაცნაირად არ ვიცი რატომ მოდის, მაგრამ თითქოს აი ადამიანმა რაღაც თავი შეგაცოდოთ, რომ თქვენ არ მოგინეთ ამ ადამიანის გაშვება. ეს აქ გეგმაში ახლა ამბობს. იქ მეორე მხარეს რა გეგმაში? იქ იმპერატორია. ესე იგი, როგორც ჩანს, აქ ოჯახი, ანუ მეუღლის მხარეა მეორე და პირველი მეკობარი ქალბატონის, როგორც ჩანს, აქ მეორე მხარესთან გეგმები აქვს, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, შეინარჩუნოს თავისი მიზნები, იყოს რაღაცა ესეთი ჯიქურ მიაწვეს თავის რაღაცა გეგმას, თავის პოზიციას, არ დათმოს, ცოტა შესაძლებელია რაღაცა ამ ადამიანმაც
გააკეთოს ესეთი რაღაც მანიპულაციები იმ მხარესაც, რომ მან არ დაკარგოს თავისი რაღაც ესეთი წონა, ესე რომ ვთქვათ, და შეინარჩუნოს ურთიერთობა. ნახეთ, თქვენთანაც უნდა რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა, იქაც უნდა აუღოთ თქვენთან უნდა რაღაცა თავი შეცოდებით, რაღაცა სიყვარულით თუ რაღაცა საჩუქრით თუ რაღაც ყოველ შემთხვევაში უნდა რომ თქვენი ურთიერთობა არ დაიშალოს და იქ უკვე უფრო პრინციპებზე და რაღაცა ესეთი სიტუაციის მდგომარეობით ცდილობს რომ შეინარჩუნოს სიტუაცია. ქმედება უახლოეს პერიოდში. არ ვიცი, ადამიანს უნდა რომ შეგინარჩუნოთ, აქვს პასუხისმგებლობები, აქვს ემოციები, მაგრამ ქმედებით შესაძლებელია ადამიანი მაინც წავიდეს, ხო? აი რაღაცნაირად წავიდეს ურთიერთობიდან. ქმედებაში ადამიანს როგორი მომენტი აქვს, იცით რა, აი მოიტოვოს სულ რომ მის ცხოვრებაში, აი მიუხედავად ისა რომ თქვათ რაღაცა იყოს დასტაბილურებაც ისიც და გრძნობდეს თავს ძალიან კარგად, მაინც თითქოს მოდი აბა ვცდი წასვლას. აი შესაძლებელია ეგ მომენტი. ნახეთ, კი პასუხისმგებლობა თქვენ რახან დაუსვით საკითხი, რომ ან მე ან რაღაცა ესე რომ ვთქვათ ხო ხდებით, აი თქვენს ურთიერთობაში რაც ხდება, აი იქნებ და გავუძლო იმ სიტუაციას, რომ მე რო წავალ, შევძლო ამ სიტუაციის გაძლება. ნუ ქმედებაში ამ ადამიანს აქვს იმის მომენტი, რომ საერთოდ გავა ურთიერთობიდან თქვენგან, თუნდაც რაღაცა დროებით მომენტში, მაგრამ რაღაც მე ესე ხედავ და ესე აღვიქვათ, თითქოს ადამიანი რაღაცა მომენტში არის გადის ურთიერთობიდან, ოღონდ რაღაც არ მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, იმიტომ რომ მისი შიშები, მისი სტაბილურობის სურვილი თქვენთან მიმართებაში, ხო, ბევრად რაღაცა ისეთი მომენტია და ამიტომ შესაძლებელია დაბრუნდეს. თუმცა ვნახავ მაგასაც აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ადამიანს პასუხისმგებლობები აქვს თქვენთან მიმართებაში, ემოციებიც აქვს, სურვილიც აქვს და ამ დროს მიდის ურთიერთობიდან. ნუ რაღაც ცოტა უცნაურია, მაგრამ ნუ ხდება ეგეთი მომენტები. და იქ რას გააკეთებს? იქაც თითქოს რაღაცა ერიდება ეს ადამიანი. ნახეთ, თითქოს იქაც იქედანაც მე ესე ვიტყვი, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი რაღაც შეიძლება ცოტა ირონიულად მოგეჩვენოს და ნამდვილად ირონიულად არ ვამბობ ამას, მაგრამ თქვენ გგონიათ ალბათ ორი მხარეა და მე მგონი მესამე კიდე ერთი მხარეც არსებობს, კიდე სხვა ვიღაცაც, იმიტომ რომ იქაც გასვლას ფიქრობს. შესაძლებელია ერთი ის მომენტიც, რომ ეს ადამიანი ორივე მხარიდან აპირებს გასვლას და დაფიქრებას, ხო, თავისი, მოდით ესე ვიკითხოთ, რატო აპირებს ორივე მხრიდან გასვლას, ხო? ანუ სად მიდის, კარგი, თქვენგან წავიდა, იმისგან წამოვიდა და სად მიდის ახლა ეს ადამიანი, რაღაცა ცოტა უცნაურია. რატო გადის ორივე ადამიანი, ანუ ორივე პარტნიორისგან, რატო გადის? ორივე პარტნიორისგან რატო გადის? გადაეშვება შრომაში? აი აქ უკვე ის მომენტია, რასაც ვფიქრობ, რომ აქ ადამიანი გადაეშვება შრომაში, გადაეშვება რაღაცა ცოტა ხანი თავის საქმიან მდგომარეობაში რომ განიმუხტოს და მე ესე ვიტყვი, რომ დაპაუზდა, აი იცით როგორი მომენტი არის, აი ცუდად არ გაიგოთ და არ მიწყინოთ, მაგრამ ადამიანი, როდესაც ესე ვიტყოდი, იქცევა ძალიან ცბიერად იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ორივე მდგომარეობა, ესე ვიტყოდი მე პირადად. ადამიანი გავა თქვენგანაც, მისგანაც, გადაეშვება სამუშაოში,
დააპაუზებს ორივესთან ურთიერთობას, ან ორივე მხარეს დაანახებს, რომ აღარც ერთთან არის, აღარც მეორესთან და მერე დაიწყებს თავიდან განახლებას ურთიერთობისას, ისევ ოჯახთანაც და ისევ ემოციებთანაც. ნახეთ, თითქოს ადამიანი ორივეს დაარწმუნებს იმაში, რომ დაასრულა ყველაფერი, საერთოდ გაერიდა ყველაფერს და შეიძლება ითქვას, რომ ანუ კიდევაც ნახეთ, არ ვიცი ხა რატომღაც ესეთი წეღან თქვი, ყველასთან ნამდვილად არის, მაგრამ თითქოს აქ კიდე სხვა ადამიანიც არსებობს. ნახეთ, თქვენ მეუღლის მხარე პარტნიორი, ვთქვათ ხო, მეუღლის მხარე, იმიტომ რომ აქეთ უფრო ისეთი არკანები დაჭდა, რომ აქ უფრო ოჯახური მდგომარეობა ისახა და ეს ადამიანი კიდევ ანუ ორივესგან გადის, ადგადის და მე ესე ვიტყოდი, რომ ურთიერთობაში, რომელიც არც თქვენ იცით და არც მე, ანუ თქვენ ორს გარდა კიდევ ვიღაცაც არსებობს თითქოს, აი რაღაცა ეს მომენტი არის. შესაძლებელია რაღაცა პერიოდული მდგომარეობა. ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, მე ესე ვიტყვი, არ იქცევა კეთილსინდისიერად და ორივე მხარეს ანახებს, რომ ყველაფერი დასრულებულია, ერთ მხარეს და მეორე მხარესთან თითქოს რაღაცა ყველაფერს შეეშვა, მაგრამ აი ამ პაუზის მერე ეს ადამიანი დაიწყებს. შესაძლოა, მოდით ესე ვკითხოთ, ეს დაბრუნებას ნიშნავს თუ ახლა არა, აი ზუსტად ის მომენტი დაბრუნებას თუ ახლა. ნახეთ, ოჯახის არკანი დაბრუნებას ნიშნავს თუ ახალ ურთიერთობას, იმიტომ დავსვი, რომ თითქოს აი როგორი რაღაცა არის, იცით, რომ ადამიანი რომ დაიწყებს განახლებას, ეს ადამიანი შექმნის ოჯახსაც, იქნება სიყვარულითაც, ემოციებითაც და რაღაცა მორგებული სიტუაციიდან ზუსტად მესამე ადამიანთან, რომელიც საერთოდ არც თქვენი თითქმისი არსებობა და არც მეორე პარტნიორმა არც. ისე რომ აქ არ ვიცი რამდენი კუთხედია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი არ იქცევა კეთილსინდისიერად. მიუხედავად იმისა, რომ ეშინია, არც თქვენი დაკარგვა, ნუ როგორც ჩანს ამ ადამიანს როგორი მომენტი აქვს, არ თქვენი დაკარგვა უნდა, არც მეუღლის დაკარგვა უნდა, თქვენთანაც რაღაცა უნდა შენარჩუნება, იქაც უნდა შენარჩუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი ორივეს გაგერიდებათ და წავა სხვა მესამე გზაზე, რომელიც არც თქვენთან მოდის და არც ოჯახში არ ბრუნდება ფაქტიურად. ნუ არ ვიცი, აშკარად ადამიანი, ნუ არ ვიცი რაღაცა ცოტა ისეთი უცნაური პიროვნება პერსონაჟია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაინც ნუ რაღაცა თავის გეგმებს დასახავს. ყოველ შემთხვევაში არ დარჩება ისე რომ ვთქვათ და თავის თავს მაინც იპოვის, ხო? არც თქვენთან დარჩება, არც ოჯახში, მაგრამ ოჯახიც ეყოლება, პარტნიორიც ეყოლება და ძალიან კარგადაც იქნებს თავს. ცოტა უცნაური ადამიანია, მაგრამ არ ვიცი, ვინ არის, ვიზე რეზონირდება. მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, სიყვარულს, დაალაგებულ ემოციებს და წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს. დროებით.